თუ გერმანიაში ცხოვრობ, ან აქ ჩამოსვლას აპირებ, ერთი მნიშვნელოვანი რამ უნდა იცოდეთ. დღეს გეტყვით ყველაზე ძვირ ქალაქებს გერმანიაში, როგორც ფასებით მაღაზიებში, ასევე თუნდაც ბინის ქირებში. ანუ ყველა ქალაქში ცხოვრება, რა თქმა უნდა, ერთნაირად ძვირი არ არის. ზოგი ქალაქი იმდენად ძვირია, რომ ბინის პონა და ნორმალურად ცხოვრება საკმაოდ რთული ხდება. მაგალითად, ერთ-ერთი ყველაზე ძვირი ქალაქი არის მიუნხენი. აქ ბინის ქირა ძალიან მაღალია და ხშირად პატარა ბინას კი შეიძლება თვეში 1500 ევროც ღირდეს. ამიტომ ბევრი ადამიანია, როგორც ადგილობრივი, ისევე რა თქმა უნდა იმიგრანტი, ვინც მიუნხენში მუშაობს, მაგრამ რეალურად ქალაქის გარეთ ცხოვრობს და ყოველდღე გადაადგილდება. კიდევ ერთი ძალიან ძვირი ქალაქია ფრანკფურტი. ეს ქალაქი გერმანიის ცენტრალურ ფინანსურ ცენტრად ითვლება რა. ბანკი, კომპანიები, ძალიან ბევრი ბანკი და კომპანიები. ამის გამო ქალაქში ცხოვრება საკმაოდ ძვირი გამოდის და ბინის პონაც ადვილი-ნამდვილად არ არის. ძვირ ქალაქებში ასევე შედის ჰამბურგი. ეს დიდი პორტული ქალაქია და ძალიან პოპულარულია როგორც სამუშაოსთვის, ისე ცხოვრების ხარისხის გამო. სწორედ ამიტომ ბინის ქირა აქაც საკმაოდ მაღალია. და რა თქმა უნდა, ვახსენოთ ბერლინი. ადრე მაგალითად ბერლინი შედარებით იაფ ქალაქად ითვლებოდა, მაგრამ ბოლო წლებში ფასები ძალიან გაიზარდა და დღეს უკვე ბინის პოვნა აქაც საკმაოდ რთულია. საერთოდ გერმანიაში ერთ საინტერესო წესია, რომ რაც უფრო პოპულარულია ქალაქი, მით უფრო ძვირი ხდება ცხოვრება. ყოველ შემთხვევაში ყველა ქვეყანაში ასეა რა თქმა უნდა. ამიტომ ბევრი ადამიანი პატარა ქალაქებში ცხოვრობს, სადაც ქირა უფრო იაფია და საჭიროების შემთხვევაში ახლომდებარე დიდ ქალაქებში მუშაობს. და თუ გაინტერესებთ მსგავსი ინფორმაციები, მაგალითად რომელი ქალაქებია გერმანიაში ყველაზე იაფი საცხოვრებლად, შემდეგ ვიდეოში აუცილებლად მოგიყვებით. თავარია დააკომენტარეთ, გაიზიარეთ, რომ რაც შეიძლება ბევრმა ნახოს ეს ინფორმაცია.